მას ასე ბრუნდებით ეთერში და ვაგრძელებ საუბარს ფეხბურთზე. ლევან გუდუშაური არის ჩემთან ერთად და ასევე ჩვენი სტუმარია, ჩვენი ბლოგერი დავით ყაუზირიძე. დიდი მადლობა სტუდიაში მოსვლისთვის. პირველი შეკითხვა ასეთი მექნება, ჯერ ზოგადად დავიწყოთ და შემდეგ უკვე კონკრეტულად გადავიდეთ მომენტების გარჩევაზე. ამ ფორმაციის ნაკრებზე რას ფიქრობ ზოგადად, რა აზრის ხარ, რამდენად მოგწონს ამ გუნდის თამაში და შემდეგ ვლადიმერ ვაიზეც საინტერესო იქნება შენი მოსაზრება. ნუ ამ ფორმაციის არ ვიცი, მაგრამ ზოგადად ერთი ძალიან სერიოზული პრობლემა გვაქვს, რომელიც თუ არ გადავჭერით ყველა ფორმაციის ნაკრებზე ესე ვილაპარაკებთ და მე წარსულს ჩაბარდება. ეს არის გეგმა, რომელიც 30 წელია ვერ დაწერა, ვერც ერთმა ფედერაციამ ვერ მოახერხა იმის დაწერა, თუ რას პირდებით ჩვენ ხალხს. რა მიზანი გვაქვს? აი რა მიზანი გვაქვს, იცი შენ? ხო, არ ვიცი. ამაზე ჩვენ ხშირად საუბრობდით ხოლმე. ევროპის ჩემპიონატი კონკრეტული მიზანი და გეგმა, რა თქმა უნდა, ეს არის სადღაც რომ მიდიხარ, თქვა დასასვენებლად, ხო? გეგმა რამდენი გჭირდება ფული, რითი მიდიხარ, ვისთან ერთად მიდიხარ. ჩვენ არ ვიცით არაფერი. ზოგადი მიზანი გვაქვს ფეხბურთის განვითარება, რაც ხო. და ამიტომ ესე წერტილოვნად ამ თამაშების გარჩევაც მე მგონი უკვე რაღაცა იმას დაემსგავსა, რომ აი ერთხელ წავაგებთ ოფიციალურ თამაშებს, წავაგებთ, მე ჩამოვალ ატვია, რომელიც კრიზისშია, იმას მოვუგებთ, ძალიან კაია, რომ 5-0 მოვიგეთ, ულოცავდა. მუნც, მაგრამ ეს პრობლემა ვერ მოგვარდება, მით უმეტეს, როდესაც ამხელა თანხები იდება ფეხბურთში, 250 მილიონზეა ლაპარაკი. ჩვენი გადასახადები იხარჯება იმაში, რაც არ ვიცით, რისთვის კეთდება და რა გვაქვს მიზნად. ამიტომ ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა და მე მგონი უნდა ძირეული პრობლემა არის. პატარა გოგო მაინც დასვან ფედერაციაში და ვიღაცამ უკან ნახოს, რომ ჩვენ გეგმავთ მესამე ადგილს. ამისთვის საჭიროა რომ ხვალ ბიჭებმა ჭამონ ბრინჯი და არა მწვადი და ასე შემდეგ. ნუ ეს ზოგადად ხა ამაზე ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი ვერ ეტყვის ახლა ჩემი აზრით ფეხბურთელს რა უნდა ჭამოს და რა არა. ნაკრებში როცა ფეხბურთელი მოდის შემდეგ უნდა გავაკეთებთ აქცენტს. მიზანი არა გვაქვს. ანუ არ ვიცით რას ვაკეთებთ და როგორ გავაკეთებთ. კი, ამაში გეთანხმებით ნამდვილად ზოგადი მიზანი ჯერჯერობით არის ბუნდოვანი. ჩვენც ამაზე ძალიან ხშირად საუბრობთ ზაფხულში და ვამბობდით რომ თავიდან უნდა პირველ რიგში გაერკვეს რა გვინდა. ანუ რა გვინდა, როდესაც გვეცოდინება, იმის მერე უნდა დავიწყოთ მიზანმიმართულად სიარული აი ამ მიზნისკენ და ეს არ არის ისე, ანუ ამ მხოლოდ საკლუბო ფეხბურთი, არც მხოლოდ სანაკრებო, ანუ ძალიან გლობალურად და რაღაც ისე უნდა მიუდგეთ ამ საქმეს, თავისი ბავშვთა ფეხბურთთან დაწყებული, ანუ პატარ-პატარა, აი როდესაც არის ახლა მილი თქვა გახეთქილი ბევრ ადგილას, ერთ ადგილას რო შეაკეთო, საბოლოო პრობლემას ვერ მოვაგვარებ, ხო თუ არ გამოცვალენ მთლიანად და ზოგადად თუ რაღაცა ესეთი პროფილაქტიკა გავუყურებთ ბავშვებს ვიღაცა ხონდა ასწავლოს ხო სწორ ეხა ვიღაც ახმელიაზე ტიპი რო გასწავლის ფეხბურთს ის ვერ გასწავლის ხო უნდა იყოს პროფესიონალი ადამიანი რომელიც გასწავლის თანამედროვე ილეთებს შენ რო ბურთი გაქვს ის სად უნდა გაიხსნას შენ სად უნდა გაიხედო საით უნდა გამოიხედო სამწუხაროდ ესეც ძალიან მექანიკური გახდა ფეხბურთი მაგრამ თუ გვინდა რომ წარმატებას მივახციოთ ჩვენც უნდა დავივიწყოთ რომ ეს ხი ისეთ პინტებს აკეთებდა და გადავერთოთ ამ იმაზე. აღარ გამოდის მესხის ფინტებით ფეხბურთის თამაში. კონკრეტულად აი ნაკრებს რო შევეხოთ, საინტერესო ასევე შენი მოსაზრება. ვლადიმერ ვაიზზე დიდი ბევრი კრიტიკა წამოვიდა, შენ რა აზრის ხარ, მოგწონს ზოგადად ამ როგორც მუშაობს ნაკრებში? ხო, ამ ფორმაციის ნაკრებზეც გეტყვი. ხა ჩვენ გონია რომ ვართ მესამე ეტაპზე ნაკრების ცხოვრების. პირველი იყო ეს პოსტსაბჭოთა ეტაპი, როცა ქვეყანაში გაზრდილი ფეხბურთელები ყავდა. მერე იყო ეს თაობა წავიდა და ძალიან ბნელი პერიოდი, რომ აი ძალიან და ეს ბიჭები, რომლებიც ახალგაზრდები, რომლებიც ახლა გამოჩნდნენ, მე პირადად მაქვს რამდენიმე იმედი, იმიტომ რომ თანამედროვედ აზროვნებენ, ლაპარაკი იციან, არა მარტო ფეხბურთთან დაკავშირებით აზროვნებენ ისედაც. რაც შეეხება ვაის ისევ იმ პრობლემას დაუბრუნდები, ვერც ერთ მწვრთნელს ვერ მოთხოვ შენ პასუხს. როცა ფეხბურთელი ვერ დარბის, ხო? ფაქტია, რომ ქართველი ფეხბურთელების უმეტესობა საათნახევარს ვერ დარბის. ეხლა ის რო ჩამოიყვანო, რა ქვია? რა მნიშვნელობა? ვინც არ უნდა ჩამოიყვანო, აი რა უნდა გააკეთოს, თქვა კაპელომ, რომ ფეხბურთელმა თავის თავს გადაახტეს და ირბინოს ნახევარისადაც მეტ. გამორიცხულია. ამიტომ პრობლემა ეს წერტილოვან თამაშებში არ არის, ძალიან სერიოზული პრობლემაა ეს. და უკვე ხალხი გამოდის და აღშფოთებულია, რომ აი ჩვენ ფეხბურთის თამაში არ შეგვიძლია ამ ხელა ფულს ვხრით, ისევ ფეხბურთი იფუჭებს თავის სახელს და ეს ძალიან ცუდია.
ასეა ნამდვილად გაგეთანხმები იმაში რომ ზოგადად ანუ ეს მიდგომა რაღაც ისეთი უნდა იყოს რომ გლობალური და უფრო მეტად ნაფიქრი და გააზრებული და გაწერილი. ლევან მოდი გადავიდეთ უკვე სერბეთთან თამაშზე, აი კონკრეტულად აი ამ შეხვედრაზე გავარჩიოთ ეს მატჩი. წავაგეთ სამწუხაროდ, აი იგივე პრობლემა იყო, რაზეც ჩვენ საუბრობდით და შენ სახსენედათო რომ 90 წუთის მანძილზე არ მოხერხდა სტაბილურად ერთ დონეზე თამაში და თუ ხდება ხოლმე ამას ძალიან ხშირად თუ თქვა პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ, ნამდვილად მართლა კარგად ჩავატარეთ, მეორე ტაიმი უკვე ვეღარ იყო სათანადო დონეზე. დავიწყოთ მოდი ამ თამაშის განხილვა. ზოგადად ლევან შენ შტაბშტილება არის საინტერესო, რას ფიქრობ, რატომ წავაგეთ ეს შეხვედრა და შემდეგ უკვე კონკრეტულ მომენტებზე გადავიდეთ. და ასევე შემადგენლობაც საინტერესოა, რომ გავარჩიოთ, აი ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ თუ როგორი შემადგენლობით გამოიყვანა გუნდი ვლადიმერ ვაისმა და საინტერესოა შენი მოსაზრება. ნუ ხედავთ შემადგენლობას თქვენს ეკრანებზე, მთავარი ის არის რომ ეს იყო ბოლო შანსი ამ შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებისთვის რომ რამენერად კიდევ ებრძოლა ჯგუფიდან გასასვლელად ორი ქულა ქონდა მხოლოდ 4 თამაშის შემდეგ და ისე მჭიდროდ არის დაკომპლექტებული ჯგუფი რომ შეიძლებოდა კიდევ მოგების შემთხვევაში რაღაცაზე ფიქრი. არის ოქრიაშვილი და მჭედლიძე ეს სერიოზული დანაკლისია რა თქმა უნდა და სიახლე იყო ის რომ სამი საყრდენი ნახევარმცველი ნუ კეცბაიას ფორმაციის ნაკრების შემდეგ პირველად ვნახეთ ხო? საყრდენ ზონაში ამდენი ფეხბურთელი კვეკვესკირი, იგივე გვილია, იგივე კანკავა, სამივე მათგანს ორიენტირებული იყო, მე მგონი ვაისი რომ ამ უპირატესობა მოეპოვებინა მონაკოჩი და ეს პირველ ტაიმში საკმაოდ კარგად მოახერხა საქართველოს ნაკრებმა. შეიძლება ვფიქრობ აი ამ ტრიოზე იგივე ხარ, როდესაც არის ოქრიაშვილი, გვილია, კვეკვესკირი, კანკავა, ეს სამი ფეხბურთელი თამაშობდა და ამ მოთამაშეებზე რა აზრს თქვენ? მე პირადად კვეკვესკირი და გვილია მომწონს ძალიან ხო, მე გვილია ძალიან მომწონს. ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და არა მარტო საყრდენ ზონაში ბურთის დამჭერათაც წინ ძალიან კარგი იქნება ალბათ. პასის კულტურა აქვს და ხედავს მოედანს და ასე შემდეგ. ხო, ნუ ერთი ტაიმი ვაჯობეთ. ყველაფერში ვაჯობეთ, უბრალოდ მაგრამ მაინც ვერ მოვიგეთ ეგ ტაიმი, ეგეც არის პრობლემა კიდევ. ხო, ეგ ხო ძალიან სერიოზული პრობლემაა, დროზე ადრე მოდუნება არ არის. აი სერბების ნაფიქრი ქონდათ აშკარად თავიდანვე, ანუ ჩვენი თამაში სწავლილი ქონდათ, აი სწორედ ეს ვიდეო არის. მუსლიმი ძალიან ძლიერია სპეციალისტი ამ და კომპონენტში. განაპირა მცველები ყავდა შესწავლილი, რომ ტანდაბალია შედარებით ნავალოვსკი, კაკაბაძეზეც და აქტიურად დაიწყეს თავიდანვე გრძელი პასები, უბრალოდ არა ცენტრში. არამედ აი ესე ფლანგებზე, აი ხედავთ წინა შემთხვევაში ნავალოვსკი დაიტვირთა, აქეთ ანუ ეს იმდენად ხშირად ხდებოდა თავიდან, რომ აშკარა იყო მწვრთნელის ეს ჩანაფიქრი, თუმცა უნდა ითქვას, რომ დიდად შედეგი ამან ვერ გამოიღო, მაინც რეალურად საფრთხე მომენტები თავიდან ვერ შექმნეს. მოდნის ცენტრში იმხელა უპირატესობა მივიღეთ აი ამ სამი ფეხბურთელის დამსახურებით, რომ ზოგადად ბურთი დავიჭირეთ და საფრთხე მომენტებს აქეთ ვქნიდით პირველი 10 წუთის შემდეგ, რაც გოლიც ადრევე გავიტანეთ და შემდეგ მოვახერხეთ კიდევ ხო ბურთის დაჭერა. ეს იყო ნამდვილად კარგი ფაქტი, მაგრამ თავარი ის არის რომ აი ამ ფლანგზე გადაცემების დროსაც ჩემი აზრით სწრაფად აუღეს ალღო ბიჭებმა, ანუ მიხვდნენ თავიდანვე რომ დატვირთვა იქნებოდა ფლანგზე გადაცემებით. ცუდია რომ საბოლოოდ ბურთი პირველი ტაიმის ბოლოს მაინც მასე გავუშვით, ანუ ფლანგზე გავიდა გადაცემა და დავისაჯეთ ამის გამო. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ უკვე პირველი გოლი. სხვათა შორის ერთადერთი მე შედარებით რაც ან კრიტიკა რაც მაქვს ვაისის მიმართ ამ თამაში, ეს არის რომ პრესინგი ჩემი აზრით არასაკმარისად ხშირად ვითამაშეთ. იმიტომ რომ აი რამდენჯერმე გამოჩნდა ეს გატანილი გოლის მომენტია, კოლაროვმა ორჯერ დაუსვა შეიძლება ეს თომა, ეხლა ესეთი რამ ძალიან იშვიათია. რამდენიმე ეპიზოდში აი კაჭარავას ხელს ხედავთ, გამოჩნდა რომ როგორც კი პრესინგს თამაშობდით, იმ წამსვე იბნეოდნენ სერბები და კარგავდნენ ბურთს და მე მაინც ვფიქრობ, რომ ასე დროს ან პრაქტიკულად სულ უნდაცადო პრესინგის თამაში და აი ეს შესაძლებელი გამომზადებაზეა გამოკიდებული და სერბელი მაგას ჭირდება, რაც მთავარი პრობლემაა ჩვენი ნაკრების და აქედან გამომდინარე, ნუ ამას დიდი გუნდები ძალიან ადვილი პასუხი აქვს. ხო, ანუ გავიტანეთ გოლი სწორედ ამ პრესინგის შედეგად, ნიკა კაჭარავამ გახსნა ანგარიში და აი შემდეგ არის რამდენიმე ისეთი გარდამტეხი მომენტი, რომელზეც მინდა შევჩერდეთ უფრო მეტად. რამდენიმე ეპიზოდის შევქმნით პირველი ტაიმის განმავლობაში და აუცილებლად შეგვეძლო გოლის გატანა, თუმცა ვერ მოახერხეთ ეს და ჩვენ შეგვიძლია გავარჩიოთ კონკრეტულად ეს მომენტები. მანამდე ყაზეიშვილის დარტყმა იყო, რომელიც აიღო მეკარემ და აი აქ არის ისევ კაჭარავას ეპიზოდი, აი და რას ფიქრობ, აი ამ მომენტში პასი არის უფრო გასაკეთებელი თუ კარში დარტყმა არჩია საბოლოოდ. ხო, მაგ ინდივიდუალურად წყვეტს, შეიძლება რაღაც ხვრელი დაინახო და დაარტყმა, მაგრამ ალბათ ჯობდა პასი. მაინც ალბათ პასი ჯობდა ამ მომენტში, თუმცა ესეთ პასებს ინიესტა აკეთებს. ხო, რთული შესასრულებელი იყო ეს პასი, იმიტომ რომ აი ერთი მოძრაობა თავიც აღარ აუწევია კაჭარავას და ძალიან
რთული იქნებოდა ახლა რომ ასე გასულიყო აი ბიჭია შორის გაჭარავა გაჭარავა ხო? კი. მართლა კარგად თამაშობდა მთელი მატჩში, თან ორთაბრძოლებში იყო სულ პრაქტიკულად, იგებდა ამ ორთაბრძოლებს და ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ჩემი აზრით გარდამტეხი მომენტი მატჩის, როდესაც აი პასის გაკეთებაზე თუ საუბრობთ, მე მგონი აქ სადაც აუცილებლად პასი უნდა გაკეთებულიყო, ხო? კი, აუცილებლად აი ნახეთ. აი სწორედ გაჭარავას წყინვალე გადაცემა და აი ხო ძალიან საწყენია რომ ასეთი რაღაც ხდება აქ თამაშგარე მდგომარეობა არ იყო და არის თამაშგარე სხვა შორის ამაზე შეკითხვები იყო და აი გავაჩერეთ სპეციალურად არის და აი აქ ხა პასის წარმოცემა როგორ შეიძლება როგორ ფიქრობ ვერ დაინახა თუ ხო ალბათ ვერ დაინახა რომ დაინახა არ მგონია რომ ეს პასი არ მიეცა ალბათ ვერ დაინახა ხო აქ გადაწყდა ეს თამაში და ხო გადამწყვეტი ეპიზოდი იყო ნამდვილად ამის მერე ნუ 2-0-ზე ნუ სხვა თამაში წავიდოდა ფაქტია ახლა ძალიან რთული იქნებოდა ისედაც ცოტა დაბნეულ შტაბეჭდილებას ტოვებდა სერბეთის ნაკრები აშკარად ჩვენ მხარეს იყო უპირატესობა და ამ მომენტის შემდეგ გოლი რო შეგვეგდო ალბათ ხო 2-0-ზე უკვე ძალიან რთული იქნებოდა და ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ შემდეგი მომენტებიც ხილო აქ უკვე ჩვენი გაშვებული გოლები და ინდივიდუალური შეცდომები აი აქაც აი ძალიან საინტერესოა შეგვიძლია ვნახოთ ეს არის 11-იანის მომენტი აი დააკვირდით კაკაბაძე მარჯვენა მცველი ამ მომენტში თითქოს ანუ ჩვეულებრივად სწორად დგას მაგრამ დაკარგა ყურადღება აი ნახეთ და აი აქ უკვე გაძვრა ეს გადაცემა ძალიან კარგად შესრულდა ეს პასი თუმცა აი აქ არის საინტერესო აქედან ახლა რამე ხიფათი ანუ აი არ ვიცი როგორ ფიქრობ აქ პენალტის აკიდება მე მგონი ძალიან გაუმართლებელი არის. ხო. ახლა პენალტის აკიდება მანდ კაკაბაძეს დარწმუნებული ვარ რომ არ უნდა. უბრალოდ ხელის შეხებაზე ეგრევე წაიქცა სერბი ფეხბურთელი, მაგრამ ფაქტია რომ კაკაბაძემ შეუშვა საჯარიმოში, ზონა ვერ გადაკეტა და ნუ ლოგიკურია რომ შემდეგ უკვე შეუსრულა სერბა მოთამაშემ წაიქცა ეგრევე ერთ შეხებაზე. ხელი ოდნავ დაადო კაკაბაძემ ხა დიდი განსაკუთრებული არაფერი მომხდარა მაგრამ მან ერთი წამია რა ეხლა თან ესეთი გამოსtildeულ ფეხბურთელს რო ეხები ხო არც უფიქრია ბევრი როგორც იგრძნო შეხება მაშინვე წაიქცა და ნუ არანაირი პრობლემა ეგრევე დანიშნა პენალი მსაჯმა ხო ასე რომ ანუ ეს ინდივიდუალური შეცდომები რეალურად სწორედ ამას საუბრობდა ვლადიმერ ვაისი თამაშის მერე ლევან როდესაც შენ დაუსვი შეკითხვა და მან სწორედ გამოყო რომ აი ინდივიდუალური შეცდომების გამო დაცვაში წავაგეთ ეს მატჩი და აი აქ მე მგონი დრო ისე ნუ ხო ხედავთ ხო 45 წუთი იწყება და ნუ როგორც ხშირად ხდება ხოლმე აი ეს კონცენტრაციის ნაკლებობა შენი აზრი საინტერესოა რატო სულ წუთი აი რამე თეორია არის მაგის ამოხსნა ძალიან ნიჭის მაგრამ ნუ ფაქტია რომ სულ ესე ხდება რაღაცა ცოტა იმას ვქნათ, ვიღაცამ შეძახოს, რომ ბოლო წუთი დაიწყო და რაღაც მანაირად მოიწვა. ხო, ფაქტია, რომ ეს სერიოზული პრობლემაა საქართველოს ნაკრებში. ეს პირველი შემთხვევა რო იყოს კიდე ხო, არ მე რამდენი შემთხვევაა, მაგრამ ისეთი დაძაბულები პირველი წუთები და ბოლო წუთები არის ხოლმე. კონცენტრაციის ამბავია. ტაიმი რომ თავდება თვალზე ხელს ვიფარებ ხოლმე უკვე. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ შემდეგი გოლი სერბეთის, აქაც შეიძლება დაცვის შეცდომაზე საუბარი რა თქმა უნდა. აი დააკვირდით, აქ პრინციპში უნდა ითქვას ის რომ საბრძოლო მომენტი იყო თავიდან აქ. აქ რამდენიმე შეცდომა აი აქ ნახეთ, აქ ჯერჯერობით ყველაფერი სწორად არის, კაშია მიდის შესახვედრად და კვირკველია 7-2-ზე არის. აი უბრალოდ აი ამ მომენტში ხედავთ კვირკველიასა და თავისუფლებას შორის სივრცეს და აი ძალიან არასწორად წავიდა კვირკველია, ზედმეტად უკან ჩაჯდა დაცვაში, რამაც აი აქ ნახეთ უკვე რამხელა სივრცე აქვს თავდამსხმელს და ნუ 7 კაც საჯობა 2-მა პრობლემა. ხო, ჩავარდა დაცვის ცენტრი, აქ ამხელა სივრცის მიცემა ახლა მიტროვიჩისთვის, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. და კლასი ეს არის, ახლა როგორ გააჩერა და ეგ აი წამის მე-1000-ედიც არ დაუკარგავს მიტროვის იმისთვის, რომ გაეტანა გოლი. აი ოდნავ რომ დაეგვიანებინა, შეიძლებოდა რომ თქვა აწეული ყო ისე კვირკველია და დაეფარებინა თქვა, მაგრამ ეს არის სწორედ კლასი, ხო, რომ ამბობთ ხოლმე, რომ კლასით მოგვიგო, კლასით გვაჯობა, ალბათ ეს მატჩიც ეგ შემთხვევა არის, რომ დასტურებაა, კი ბატონო. ეგ უნდა ვთქვა. და ნუ ეს უკვე ბოლო გოლი არის თუ არ ვცდები? არა. ეს იგივე არის, კი. აი აქ თითქოს ყველაფერი სწორად არის, უბრალოდ კვირკველია უფრო მჭიდრო, უფრო ახლოს უნდა მისულიყო. და 6-2-ზე მიდის სერბეთის ნაკრების შეტევა. ეხლა აქ არც ერთ შემთხვევაში წესით გოლი არ უნდა გავიდეს თუ არ ჩავარდება დაცვის ხაზი, ხო? არა, ფაქტია რომ ეს ხდება. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ უკვე დიახ.
მოკლედ, ნუ საბოლოოდ წავაგეთ 3-1 და ამ ინდივიდუალურ შეცდომებმა მოიტანა ეს ყველაფერი, რომ 3-1 დაუმარცხდით. მე უნდა მეკითხა და შენთვის რომ ანუ ზოგადად ჯერ ნაკრებზე გვესაუბრა და შემდეგ ზოგადად ქართული ფეხბურთის პრობლემაზე, მაგრამ თავიდანვე შენ ამაზე ისაუბრე და კიდევ უფრო ანუ კიდევ რომ გავაგრძელოთ ამაზე საუბარია, საიდან უნდა დაიწყოს შენი აზრით, როგორ უნდა დაიწყოს ამ პრობლემის მოგვარება, ანუ რა უნდა გავაკეთოთ, თქვა, უნდა შევიკრიბოთ ყველანი ერთად და რაღაცა უნდა ვთქვათ, თუ აი რა უნდა მოხდეს რეალურად, რომ უკეთესად ვიცი მოვალეობაც არის ეს ისევ გეგმას დაუბრუნდეთ. გააკეთონ ეს გეგმა, გვაჩვენონ ყველას, ვინც ფულს უხდით მათ, შევჯერდეთ რაღაც გეგმაზე, რომ აი 2030-ში მაგალითად ჩვენ გეგმავთ მეორე ადგილს შესარჩევ ჯგუფში. ამისთვის ვატარებთ ამდენ ამხანაგურს, ამ წელს იქ მივდივართ, იმ წელს აქ მოვდივართ. პარალელურად არ გვყავს საფეხბურთო მწვრთნელები, ვინმე ზრუნავს იმაზე, რომ ან ხელფასი ქონდეთ ნორმალური, ან განათლება ქონდეთ, ან სამუშაო პირობები. არავინ არ ზრუნავს. შესაბამისად, ბავშვი ვერ სწავლობს სწორად ფეხბურთის თამაშს. ფეხბურთის თამაში მარტო ის ხარ არის, რომ ბურთი გადაუგდო და მიდი ახლა მოვატყუე და შეაგდე, ხო? სულ სხვაგანაა. ჩვენ ხშირად ვახსენებთ ხოლმე ისლანდიის მაგალითს, როგორც იქ გააკეთეს, ხო? ნუ სკოლის განათლების განათლების რეფორმის ნაწილი. ხო, განათლების სამინისტრომ შეიმუშავა ეს საფეხბურთო პროგრამა. მოხდა ის, რაც მოხდა, ხო, ისლანდიაში. ზოგადად განვითარებული ქვეყნები იმასაც ხვდებიან, რომ სპორტში თანხის ჩადება, ან ჩვენთან ძალიან ხშირად უყურებენ, რომ აი რამდენი ფული იხარჯება და რატო იხარჯება, ხო? მაგრამ განვითარებულ ქვეყნებში იქ ეკონომიკურადაც დათვლილი აქვს, რომ თუ სპორტში ჩადებ, თქვა დიდ ფულს, შემდეგ სადაზღვეო თვალსაზრისით, ანუ ჯანმრთელობის დაზღვევის თვალსაზრისით, გრძელვადიან პერსპექტივაში იმდენად ბევრ ფულს გიზოგავს, რომ ეს ანუ გადაყრილი ფული კი არა, პირიქით, ანუ ინვესტიცია არის, ხო? ეხლა ჩვენ რამდენ ფულს ხარჯავს სახელმწიფო აი საყოველთაო დაზღვევაში და რამდენი ადამიანი იყენებს, ხო, ამ დაზღვევას და თქვა თუ უფრო მოიმატებს სპორტული აქტივობა, თუ აი ეს უფრო რაღაც პოპულარიზაცია მოხდება, გაცილებით მეტი ფული იქ იზოგება, ვიდრე აქ იდება და როდესაც ეხლა ჩვენ საუბრობთ პრობლემებზე, ჩემი აზრით მაინც ყველაზე მთავარიაც არის დღევანდელი სტატისტიკიდან გამომდინარე, ეს არის მასობრიობა იმდენად დაბალია, ეხლა ჩვენთან მე ნიკა ჟღარკავასთან მქონდა საუბარი, მე ჩვენ აუცილებლად დაუბრუნდებით ამ პრობლემას კონკრეტულ გადაცემასაც მივუძღვნით, იყო UEFA სამიტი და ის ადამიანები ჩამოვიდნენ და კონკრეტულად დაგვიდეს ციფრები და თქვეს, რომ აი ეს თუ რაღაცა პროცენტულობა მაინც არ არის ჩართული მთელი მოსახლეობის ფეხბურთში და არ არის ჩართული ზოგადად სპორტულ აქტივობაში, საუბარი ზედმეტია იქ ეროვნულ ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებზე. მაგისტვის ერთი ჩვეულებრივი მაგალითია, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მივიდეს ეროვნულ ჩემპიონატისთან, რომ ნებისმიერ თამაშზე თბილისში და აი შეხედავს როგორ უყვართ ფეხბურთი ქართველებს. ხო, ანუ არა მხოლოდ გულშემატკივრობაზე მაქვს ლაპარაკი, ზოგადად ანუ საფეხბურთო აქტივობაში ჩართული არის 0 რაღაც პროცენტი, ძალიან დაბალი პროცენტული მაჩვენებელია მოსახლეობის. მაშინ, როდესაც 3% მინიმუმ უნდა იყოს ჩართული, რომ თქვა სოფლიო ჩემპიონატზე, ევროპის ჩემპიონატზე გახვიდე სტატისტიკურად და არის ქვეყნები, მაგალითად ირლანდიაში, პრაქტიკულად ყოველი მეორე ადამიანი ჩართულია რაღაცნაირად ამ სპორტულ აქტივობაში. მაგრამ აი აქედან თუ არ დავიწყეთ, მე მგონი, სუქვევიდან. სხვანაირად ძალიან რთული იქნება რა სიტყვა. ხო არა, ეროვნული ჩემპიონატი ეს ცალკე კიდე საკითხია, ქვეყანაში სადაც ფეხბურთელები არ ყავს, არის 200 გუნდიანი ჩემპიონატი. რა საჭიროა, ვინ მოიფიქრა? ეხლა ვინმე დამცირეს ეს გუნდების რაოდენობა ნამდვილად. მე მგონი 8 გუნდამდე რომ დავიყვანოთ და აი 4 ვარდებოდა. რაღაცა ისეთი მოდელი უნდა, როგორც შოტლანდიაში იყო ადრე. ესეთ პატარა ქვეყანაში, რომელიც სულ ზღაფავს ეკონომიურად, არ შეიძლება რომ ამდენი გუნდი იყოს ჩემპიონატზე, რომელზეც არავინ არ დადის, ხო? ხო, ეს ამ ხრივ ამ ძრები რაც არის, მე პირადად დადებითად შევაფასებდი, იმიტომ რომ კიდევ უფრო ბევრი გუნდი იყო და დაპატარავდა, აშკარად ეხა წელს გაცილებით უფრო ისე არის ჩემპიონატის წინ წამოწეული, შეფუთვაც რაღაც უფრო გაუკეთდა და მე მგონია რომ ამ ხრივ არის პროგრესი და არა, ინტერესმა უნდა მოიმატოს, იმიტომ რომ იგივე მასობრიობას ვისაუბრეთ ჩვენ და თუ არ დაანახე ვიღაცას რა უნდა გააკეთოს, ის ვერასდროს ვერ თავისით არ მოიფიქრებს ეხა, ხო, რომ სტადიონზე წავიდეს ფედერაციას, რომ იქნებ რაღაცა გვაჩვენონ, რომ რას ფიქრობენ საერთოდ ქართულ ფეხბურთზე. კი ბატონო, კარგი, ძალიან დიდი მადლობა შემოსვლისთვის, საინტერესო საუბრისთვის. ჩვენ უნდა გავიდეთ პატარა სარეკლამო ჭრაზე და შემდეგ დავბრუნდებით უკვე სხვა თემებით.